ნანა ვეფხვაძე საკუთარი ბინიდან გამოსახლებას ყოველდღეელის სააკაძის ქუჩაზე მდებარე 700 კვადრატული ფართის სახლი აუქციონის წესით 16,000 ლარად უკვე გაიყიდა. ნანა ვეფხვაძემ იპოთეკით ფართი 3 წლის წინ $130,000 დატვირთა, თუმცა მხოლოდ 50,000-ის გადახდა მოახერხა. ვეღარ გადავიხადე ყოველთვიური გადასახდელი მაგათ იყო $5,200. არა გვაქვს არასასვლელი. 3 მცირეწლოვანი ბავშვი გვყავს. ნანა ვეფხვაძის მსგავსად უსახკაროდ არაოფიციალური მონაცემებით ათასობით ოჯახია დარჩენილი. მათი ნაწილი პარლამენტთან აქციებს პერიოდულად მართავს. თუმცა აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალური სტატისტიკით 2013 წლის 8 თვეში უკანონო მფლობელობიდან მხოლოდ 88 გამოთხოვის ფაქტი დაფიქსირდა. 2012 წელს 111, ხოლო 2011 წელს 90 გამოსახლების შემთხვევა აღირიცხვა. ამ მონაცემების მიხედვით პრობლემის გადასაჭრელად იუსტიციის სამინისტროსთან მოქმედმა კომისიამ დაიწყო მუშაობა, დამზადდა საგანმანათლებლო სარეკლამო ვიდეო რგოლებიც, რომელიც მოქალაქეს ურჩევდა კარგად დაფიქრებულიყო, სანამ ბინას იპოთეკით დაბეჭდავდა. იპოთეკარების სასესხო ვალდებულებებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში სპეციალურმა ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. სასესხო ვალდებულებებს მალე კანონი განსაზღვრავს. კომისიამ ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციების შედეგად კანონპროექტის საბოლოო ვერსია შეიმუშავა, რომელიც მთავრობას განსახილველად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. ეს პროცესი არის დასრულებული, მთავრობაზეც იყო ეს პროექტი გატანილი და შემდეგ კიდევ დაიხვეწა მორიგი კონსულტაციების რაუნდის შედეგად და საბოლოოდ 2 კვირის წინ ეკონომიკურ გუნდთან, ეროვნულ ბანკთან შეხვედრის შედეგად წერტილი დაესვა ამ კონსულტაციებსა და მოლაპარაკებების პროცესს, კანონპროექტთა პაკეტი უკვე მზად არის. ახალ რეგულაციებს დადებითად აფასებს ბანკების ასოციაცია. ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, კერძო იპოთეკარები თავიანთ საქმიანობას ხშირად დაურეგისტრირებლად და არალეგალურად ახორციელებდნენ. სწორედ ამიტომ ზურაბ გვასალია მიიჩნევს, რომ პროცესის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა მიზანშეწონილია. კანონპროექტთან საკუთარი შენიშვნები აქვს უფლებათა დამცველთა გაერთიანებას. ნიკა მჟავანაძე აცხადებს, რომ კანონში, რომელიც განხილვის პროცესია, არაფერია ნათქვამი გასულ წლებში დაზარალებულ მოსახლეობაზე. აღნიშნული კომისიის მუშაობა არაეფექტური აღმოჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ამ ხალხს ვერაფერი შედეგი ვერ დაინახა ამ კომისიის მუშაობის შედეგად.Ნობრივია ძალზე მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ბაზარზე ერთხელ და სამუდამოდ რაღაც თამაშის წესები იქნას განსაზღვრული და რაღაც ნორმები დადგინდეს. კანონპროექტის დეტალები ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.